მეოთხე ამოცანა არის გეომეტრიული ტიპის. ის არ წარმოადგენს ალგებრას, თუმცა მაინც ოპერაციები, ალგებრული გარდაქმნები და ოპერაციები მაინც არის აუცილებელი. აუცილებელი ოთხკუთხედის კუთხეები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 1, 2, 4 და 5. იპოვეთ ოთხკუთხედის უდიდესი კუთხის სიდიდი. ესეც მარტივი ტიპის დავალება, თუმცა გარკვეულ ნაბიჯებს მოითხოვს პრობლემის გადასაჭრელად. რა არის ამოზნექილი ოთხკუთხედი და ზოგადად ფიგურა? ფიგურა ამოზნექილია იმ შემთხვევაში, თუ კი ნებისმიერად აღებულ ორ წერტილს შეუძლია გავიდეს გარეთ. ძალიან უხეშად რო ვთქვათ. ანუ მაგალითად კვადრატი ამოზნექილი ფიგურაა, იმიტომ რომ შეუძლებელია ისეთი შიგნით, ან თუნდაც პერიმეტრზე ისეთი ორი წერტილის აღება, რომელიც კვადრატს დატოვებს. მაგრამ არსებობს ისეთი ტეხილი ფიგურები, რომელიც არის ჩაზნექილი. და მათ ჩაზნექილი ფიგურები ეწოდება მრავალკუთხედები უფრო სწორად. მოდი ახლა დავუბრუნდეთ ამოცანას და მის ამოხსნას. ეს არის პროპორციული ნაწილები. ხო, კიდე ერთი არის, რომ ზოგადად გეომეტრიაში ნებისმიერი მრავალკუთხედისათვის არსებობს ფორმულა, რომელიც აქ არ მიწერია სამწუხაროდ, 180 გამრავლებული n-2-ზე. მაგალითისათვის სამკუთხედს რადგან აქვს 3 გვერდი, 3 კუთხე შესაბამისად, n-3 ტოლია და 180 გამრავლდება 3-სა და 2-ის სხვაობაზე და მივიღებთ 180 და მართლაც სამკუთხედს აქვს 180 გრადუსის ტოლის შიგა კუთხეების ჯამი. რადგან ოთხკუთხედია დასახელებული ამოცანაში, n-4-ის ტოლი იქნება და 180 გამრავლდება 4-2-ზე და 180-ის გავაკეთებული გამრავლი 360-ის ტოლია. სწორედ ამ პრინციპის გაშვებით, ამ პრინციპის ცოდნით უნდა მივიდეს სწორ პასუხამდე. ამოხსნაში წერია, რომ პირველი კუთხე x-ით აღნიშნე, მეორე კუთხე 2x-ით, 4x-ით და 5x-ით ყველაზე დიდი კუთხის გრადუსული ზომაა მოცემული. მათი ჯამი კი 360-ის ტოლია. წესიც მიწერია, ოთხკუთხედის კუთხეთა ჯამი 360-ია, რომელიც სწორედ იმ ფორმულით, უნივერსალური ფორმულით გამომდინარეობს, მარტივი გარდაქმნა, x-ი ამ განტოლებიდან უდრის 30-ს. როგორც შევიტანთ რიცხვის მნიშვნელობებს კუთხეების შესაბამის გრაფაში, აღმოჩნდება, რომ ყველაზე მცირე კუთხე 30-ია და ყველაზე დიდი კუთხე მასზე 5-ჯერ მეტი, რომელიც 150-ს უდრის. ასე რომ აქ პასუხი იქნება G, 150 გრადუსი.